გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. წინა ეპიზოდში გადავიღეთ liquidity და imbalance-ები, თუ ეს ორი ძირითად მიზეზი თუ რატომ მოძრაობდა მარკეტი, რისთვის მოძრაობდა და ეხლა შემდეგ ეპიზოდში ვაპირებ გადავიღო მარკეტის მარტივი სტრუქტურა, მარკეტის სტრუქტურის ცვლილება, ასევე მინდა ვისაუბრო risk management-ზე და გასწავლოთ თუ როგორ გამოვიყენოთ long-ის და short-ის ხელსაწყოები, რასაც ახლა აქ ხედავთ. ეს რეალურად კალკულატორია და გვეხმარება დავითვალოთ ჩვენი რისკი რამდენია. ამას ყველაფერს ახსნით. ეხლა გადავიდეთ მარტივი სტრუქტურის ახსნაზე, გავადიდეთ და დავიწყოთ. ზოგადად მარკეტის მარტივი სტრუქტურა არის ან ბულიში, ან ბეარიში, ან ბულიში არის აღმავალი, ბეარიში არის დაღმავალი და გვაქვს კიდე ერთი კონდიცია, რომელსაც ქვია კონსოლიდაცია და ამ დროს მარკეტი რეალურად არაფერს არ აკეთებს, გვერდულად მიდის, მაგრამ მან მაგ პირობებში ბევრი რაღაცა ხდება და ამას მე შემდეგ ვიდეოებში ნელ-ნელა ჩავშლით, ხო? ეხლა დავიწყოთ თუ რა არის ბულიsh, ანუ აღმავალი ტრენდი. დავხაზავ ეხლა აი ამას. და რეალურად მარტივი სტრუქტურა ბულიშის აი ესე გამოიყურება და რა ქვია ამებს რა ეხლა აი ამ ძირს თავს რა ქვია ამებს დავაწეროთ თავის სახელები თავიდან ეს იქნება low, ხო? შემდეგ იქნება high, ანუ დაბალი და მაღალი. გვექნება higher low, ანუ მაღალზე დაბალი და შემდეგ გვექნება higher high, ანუ ამ მაღალზე მაღალი, ხო? და შემდეგ ეს მეორდება ეს ყველაფერი, ანუ ეს ნახეთ, higher low იქნება ისევ ქვემოთ, higher high იქნება ზემოთ, higher low იქნება ამ ძირზე, ხო? იქამდე იქნება ეს higher low, higher high, სანამ მარკეტის სტრუქტურა არ შეიცვლება და არ გახდება lower low. ეხლა ავხსნათ, ეს იყო bullish ტრენდი, ანუ აღმავალი ტრენდი და ეხლა ავხსნათ bearish ტრენდი როგორია. გავხაზოთ აი ესეთი რაღაცა. აი ეს არის მარტივი სტრუქტურა bearish ტრენდის. აი აქაც დავიწყოთ ეხლა ესე, ხო? თავიდან იქნება ესე high, დიდი ასოთ დავწეროთ high, შემდეგ იქნება low, ხო? მერე იქნება lower high, ესე. ქვემოთ იქნება მერე lower low. ანუ რა არის, ხო? მაღალი, დაბალი, ხო? დაბალზე მაღალი, ანუ lower high, მერე იქნება დაბალზე დაბალი, lower low და აი ესეც გრძელდება, აი ასე, lower low. იქამდე გრძელდება ეს ყველაფერი, სანამ არ შეიცვლება ბაზარზე სტრუქტურა. მოდი აქ კიდე ერთი ესეც დავაწეროთ, ხო? და სანამ სტრუქტურა არ შეიცვლება, ანუ თუ კი აი ამ lower high-ს არ გაარღვევს აი ეს ბაზარი, იქამდე იქნება სულ იგივე, ხო? ეხლა მოდი მინდა ავხსნათ კიდე ერთი კონდიცია, კონსოლიდაცია, ანუ ეს იყო bullish ტრენდი, ეს არის bearish ტრენდი, მარტივი სტრუქტურა თუ როგორ მოძრაობს და ეხლა ავხსნათ კონსოლიდაცია რა არის, ხო? კონსოლიდაცია არის აი ესეთი რაღაცა, როდესაც მარკეტი აი არაფერს არ აკეთებს და მიდის გვერდზე, ხო? აი ესეთი პატარა მოძრაობებით, ანუ ეს bullish ტრენდი მაღლა ადის, ეს ტრენდი ჩამოდის ქვემოთ, ანუ bearish ტრენდი და ეს არის კონსოლიდაცია, ხო? კონსოლიდაცია შეგიძლიათ აკუმულაციას დაუძახოთ, რავი, როგორც წინათ, ისე დაუძახეთ.
თავარია თქვენთვის იცოდეთ, ანუ რა კონდიციაში იმყოფებით თქვენი ვაჭრობის დროს და ეხლა მინდა ამ სამი კონდიციის ახსნის შემდეგ რეალური მაგალითი განვიხილოთ, რავი, რომელიმე ბულიშზე ან ბეარიშ ტრენდზე და კონსოლიდაციასაც შევხედოთ, როგორი რაღაცაა, ხო? და გადავიდეთ ეხლა შევხედოთ რა არის, როგორ არის. აი, აქ გვაქვს ლამაზი ბულიშ ტრენდი, ანუ აღმავალი ტრენდი და ასევე მინდა რომ დააკვირდეთ ბულიშ ტრენდის დროს fair value gap-ები, ანუ ის სამ სანთელს შორის სიცარიელეები რო რჩება, ნახეთ როგორ არესპექტებს და ამ დარესპექტების შემდეგ მიდის ზემოთ. აი, ეხლა ნახეთ განვიხილოთ ეს, ხო? აი, ავიდა ზემოთ, აი აქამდე, ჩამოვიდა ქვემოთ, აი აქ, ხო? მე ისევ ზემოთ წავიდა, ჩამოვიდა ქვემოთ, წავიდა ზემოთ, ჩამოვიდა ქვემოთ, აი ესეთ რაღაცებს აკეთებს სულ რა და ამ დროს თქვენი ყურადღება უნდა გაამახვილოთ ხოლმე აი ამ fair value gap-ებზე, რაც ჩვენ ვისწავლეთ წინა ვიდეოში, ხო? ანუ ეს არის სიცარიელე სამ სანთელს შორის და აი აქაც რო დააკვირდით, აი ნახეთ, რამდენჯერ აქვს უბრალოდ ეს ზონა გატესტილი და მაინც 50%-იანი ზემოთ დაიხურა, შეხედეთ. ან ჩამოდის ქვემოთ მარტივი სტრუქტურა, აი ძალიან მარტივი სტრუქტურა. წავიდა ზემოთ, ჩამოვიდა, შეეხო აი ამას, ხო? მერე ნახეთ რა შვება, ისევ ზემოთ წავიდა, ჩამოდის აი აქ, არესპექტებს, ისევ სამ სანთელს შორის სიცარიელეში, ადის ზემოთ, კიდე აი აქ ჩამოდის, აი შეხედეთ, აი ყველაფერს არესპექტებს, აი აქაც რო შეხედეთ რა. აი ესეც ავიდა ზემოთ, ჩამოვიდა აი ამ სიცარიელეში, ისევ გააგრძელა მოძრაობა, აი აქაც შეხედეთ. აი ამას იმეორებს ბაზარი აღმავალ ტრენდზე და აი ეს აღმავალი ტრენდი ხოლმე რა არის ჩვენთვის ან კარგი სატრეიდო, რადგან აი ესეთ მარტივ რაღაცეებს გვიტოვებს. აი როდესაც ვიცი რომ ბაზარი აქ ჩამოვა, უკვე ვიცი რომ თუ აღმავალია ბაზარი, აი აქ რეაქცია უნდა დაიტოვოს, ხო? და ხშირ შემთხვევაში, რავი, ძალიან დიდი ალბათობით რეაქციას მართლა იტოვებს და მიდის ხოლმე ისევ ზემოთ და აი ამას ქვია continuation, ანუ აგრძელებს თავის ტრენდს, რასაც მიყვებოდა. ესეთი კონდიციებია, იგივენაირად არის bearish ტრენდზეც, აი იგივე რაღაცეებს უნდა დააკვირდეთ ხოლმე, მარტივი სტრუქტურა ეგ არის და ეხლა მოდით განვიხილოთ კონსოლიდაცია რა არის და როგორ გამოიყურება. აი შეხედეთ ბაზარზე, აი აქ რო შეხედოთ, აი უბრალოდ რამხელაზე ადის ზემოთ, ხო? ეს აშკარად bullish ტრენდია, მაგრამ აი ამას რო შეხედოთ, ნახეთ, აი აქ უბრალოდ გვერდზე მოძრაობს, ხო, ფასი. დიდი ჩამოვარდნა ან ავარდნა როგორც აი აქ არის, არა აქვს, ხო? აი ამას ეწოდება კონსოლიდაცია, სადაც ფასები აკუმულირდება, ანუ ბაზარს რეალურად სანამ აქამდე მოვა, ძალიან ბევრი აქვს გავლილი და რესურსი აღარ აქვს უბრალოდ რომ იმოძრაოს, აი აქ აკუმულირდება ფასი, ხო? ან დაიტენება, ჩათვალეთ, აკუმულირდება და დატენვის შემდეგ ფასი მიდის ისევ ზემოთ და აი ხა თუ დააკვირდებით რა, ამ ხელა მოძრაობის მერე ისევ რესურსი გამოელია ბაზარს და დაიწყო ისევ, აი ნახეთ, კონსოლიდაცია რა. ისევ გადადის კონსოლიდაციაში, ანუ აკუმულაციაში, ფულებს აგროვებს და ამ დაგროვებული ფულით მერე ისევ გააგრძელებს ზემოთ სვლას დიდი ალბათობით, ხო? აი ეს მინდოდა მე თქვა მარტივ სტრუქტურაზე და ასევე ვილაპარაკებ მარკეტის სტრუქტურის ცვლილებაზე, ხო? ეხლა დავხაზოთ რომ მარტივი იყოს, აი მაგალითად ვართ დაღმავალ ტრენდში, ხო? მოვდივართ ქვემოთ და ტრენდი როგორ იცვლება, ხო? აი ტრენდი იცვლება უკვე აი აქ და ეხლა კარგად დავხსნი რატო შეიცვალა, როგორ შეიცვალა. აი მარკეტმა ნახეთ ეს სიმაღლე გაიკეთა, მერე გაიკეთა ეს სიდაბლე, ხო? მერე მაღალი, მერე ისევ დაბალი, მაღალი, დაბალი, მაგრამ ამის შემდეგ აი ეს ბოლო მაღალი რაც იყო, წესით აი ესე უნდა იქნა, ხო? თუ პატივცემდა ისევ ქვემოთ გააგრძელებდა ესე მოძრაობას. მაგრამ როდესაც აი ეს გაიკეთა,
ბაზარმა უკვე შეიცვალა სტრუქტურა და აი ამას ქვია მარკეტის სტრუქტურის ცვლილება, ანუ market structure shift-ი, ხო? მოკლედ რო აღვნიშნოთ ხოლმე აი ესე იწერება, არც გჭირდებათ უბრალოდ ამ ხილა სიტყვის გამოყენება, market structure shift-ი რა უბედურებ MSS-ი დაუძახეთ ხოლმე და ანუ ჩვენთვის უკვე ეს რას ნიშნავს, რომ თუ ბაზარი აკეთებს ესეთ რაღაცას, აი ნახეთ, მარკეტის სტრუქტურას თუ იცვლის, ჩემთვის უკვე ეს ნიშნავს, რომ აი აქ რო ჩამოვა, მაგალითად აი აქ რო იყოს fair value gap-ი და აქ ჩამოვიდეს, ხო? აი აქედან უკვე ვიფიქრებ, რომ ზემოთ უნდა წავიდეს და შეეწინააღმდეგოს ეს fair value gap-ი, მაგრამ აი აქამდე სანამ ამ სტრუქტურას არ შეცვლიდა, აი როგორ ვფიქრობდი, ნახეთ, აი აქ რო ამოვიდა ფასი მაგალითად fair value gap-ში, ხო? ვფიქრობდი, რომ ქვემოთ უნდა ჩამოსულიყო, იმიტომ რომ აი დაღმავალი ტრენდია. აი კიდე აქ მოვინიშნოთ. აი აქაც ქონდა ჩათვალეთ fair value gap-ი, ამოვიდა, ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ამ gap-მა და ჩამოვიდა ისევ ქვემოთ, ხო? ეს არის მარტივი სტრუქტურა, როგორც შეგიძლიათ გამოიყენოთ და აი აქაც ამოვიდა, ჩამოვიდა ქვემოთ, მაგრამ აი ნახეთ, შემდეგში აი აქ რაც fair value gap-ი იქნებოდა დატოვებული, ხო? ბაზარს პატივი უნდა ეცა, დაერესპექტებინა ისევ და აი ესეთი ძირს მოძრაობა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აი ეს ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა, ანუ არ აინტერესებდა და სტრუქტურა შეცვალა, იმიტომ რომ უნდა რომ ზემოთ წავიდეს, ხო? და სტრუქტურა რო შეცვალა, ის fair value gap-ი დაგვიტოვა ქვემოთ და ამ ცვლილების მერე უკვე აი აქედან ვფიქრობ, რომ ბაზარი უკვე იქნება აღმავალი, ხო? და აი აქ უკვე დავაკვირდები ლონგის პოზიციებს, თუ ან აღარ ვიქნები შორტი და ეს იქნება ჩემთვის ფილტრაციის უნარი, რომ აი აღარ ვიქნები, ან თუ აქამდე შორტში ვიყავი, აი ამ სტრუქტურაში. ამის მერე ხო, აი რაც სტრუქტურა შეიცვალა და აი ამან დაგვანახა, რომ მართლა დაიჭირა, ხო ეს? აქ უკვე ვიქნები მე ლონგი, ხო, აქ აღარ ვიფიქრებ, რომ ბეარიშზე გავხსნა ფასი ისე. და თუ გახსნით კიდე წააგებ და ამის მაგალითად განვიხილოთ, ეხლა თუ როგორ შეიძლება სტრუქტურა შეიცვალოს და რით შეიძლება რომ ანუ დააკონფირმოთ, ანუ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად შეიცვალა სტრუქტურა და იმასაც განახებთ კიდე როგორ შეიძლება რომ არ მოტყუდეთ და სტრუქტურა როგორ არ შეიცვალა, იმასაც განახებთ რა. ეხლა ესენი წავშალოთ ყველაფერი და რავი, სადმე მოვძებნოთ, აი აგერ ნახე უცებ. აი შეხედეთ ეხლა მარტივი სტრუქტურა განვიხილოთ, ხო? აი ბაზარს რო შეხედოთ აქედან, იყო დაღმავალი, აი ასე მოდიოდა, ქვემოთ ჩამოვიდა, აი ავიდა ზემოთ, მერე ისევ ქვემოთ ჩამოვიდა. ხო, აი ავიდა ზემოთ, ქვემოთ ჩამოვიდა და ავიდა ზემოთ, ხო? მერე ქვემოთ, ზემოთ, ისევ ქვემოთ, ზემოთ, აი ეს უხეშად ხაზავ ეხა, მაგრამ რასაც მინდა დააკვირდეთ, ზუსტად იგივე მაგალითია და აი სტრუქტურის შეცვლა სად მოხდა, ნახეთ? აი ეს არის სტრუქტურის ცვლილება. უხეშად რო დახაზოთ, ნახეთ? იმიტომ რომ ქვემოთ ჩამოვიდა, ავიდა ისევ ზემოთ, ქვემოთ ჩამოვიდა, ისევ ზემოთ ავიდა, ქვემოთ ჩამოვიდა და თუ ფასი იყო დაღმავალი, აი ამ თავს ხო, აი სადაც ეხლა მაუსი მაქვს, ამას არ უნდა აცელილიყო და პირიქით აი აქ რო ავიდო და ქვემოთ დიდი აი ესეთი ვარდნა უნდა ქონოდა, მაგრამ ფასმა ნახეთ რა გააკეთა. სტრუქტურა გაარღვია და შემდეგში რო ჩამოტრიალდა აი ამ გეპში, ხო? შეხედეთ? აი ამას პატივიცა და გააგრძელა ზემოთ მოძრაობა და აი შეხედეთ როგორ შეიცვალა სტრუქტურა, სულ ზემოთ მიდის, ხო? აი ეს არის მარკეტის სტრუქტურის ცვლილება და როგორ შეიძლება რომ დაადასტუროთ, რომ აი ეს ნამდვილად მარკეტის სტრუქტურის ცვლილება იყო, ხო? ხანდახან არის ხოლმე მომენტები, რომ სტრუქტურას იცვლის ხოლმე ვიქით, ანუ ოდნავ ტანით გადადის და ეს არ ნიშნავს ხოლმე, ანუ თუ უნდა შეცვალოს სტრუქტურას ცვლის აი ასეთი დიდი აღმავალი, აი იმპულსური სანთლით. დიდი სანთლით უნდა შეგიცვალოთ სტრუქტურა, ხო? რომ დაადასტუროთ, რომ ეს ნამდვილად სტრუქტურის ცვლილებაა, მაგრამ თუ კი ასეთ რაღაცას არ აკეთებს,
და ვიქით იღებს, გამოდის, რომ აი აქ სტრუქტურა კი არ შეიცვალა, ლიკვიდობა აიღეს. ანუ swing high-ზე რა გასწავლით? იდო ფული, ხო? სამ სანთელს შორის უმაღლესი. ნახეთ, აი ეს ხო არის სამ სანთელს შორის უმაღლესი წერტილი. ანუ swing high, ეს არის swing high და თუ აი ამას ვიქით აიღებდა, ხო? გამოვიდოდა, რომ ეს სტრუქტურის ცვლილება არ არის, ამას აღვიქვავდი როგორც ისე კი არა, რომ აი სტრუქტურა შეცვალა, აღვიქვავდი, რომ აი ფული აიღეს და ისევ ქვემოთ წამოვლენ. ანუ манипуляცია მოახდინეს აი ამ ფულზე, ხო? ზარალი მიაყენეს, ვიქი გითხარით ვაყენებს ზარალს და ტანი გვიჩვენებს მიმართულებას, მაგრამ აი აქ რო შეხედოთ, იმპულსური დიდი სანთლებით გადაცდა, ხო? ეხლა უბრალოდ კიდე რავი რამე მაგალითს გაჩვენებთ, რომ სტრუქტურის ცვლილებაზე არ გაჩვენებთ, ანუ ეს არის სრულიად საკმარისი, რომ სტრუქტურის ცვლილებას მივხვდეთ რა არის, მაგრამ ეხლა გაჩვენებთ ისეთ მაგალითს, რომ არ მოტყუდეთ, ანუ fake market structure shift-ი რაც აი აქ ნახოთ, აი ეს არის მაგალითად fake structure shift-ი რა არის რა? აი აქ რო შეხედოთ, აი ნახეთ სტრუქტურა თუ შესაძლებელი იყო რა, ნახეთ რა გააკეთა. დიდი სანთლით კი არ გადმოცდა აი ამას. ესე კი არ ჩამოვიდა და ესეთ რაღაცებს კი არ აკეთებს. აი ნახეთ რა ქნა. ეს არის fake market structure shift-ი, ანუ ეს რეალურად არის ლიკვიდობის აღება, liquidity sweep-ი და რატო? ნახეთ, ვიქმა მიაყენა ზარალი, აიღო ფული და ზემოთ დახურა. ანუ აქ გითხრა, რომ ვიქმა ზარალი მიაყენა და ტანმა გითხრა მიმართულებად საით უნდა წასვლა, ხო? ეს არის liquidity sweep-ი, მაგრამ market structure shift-ი რაც ქვემოთ განახეთ წეღან, აი ეგ იყო სტრუქტურის ცვლილება. აი აქ ვიქით იღებს, იქ იღებს დიდი იმპულსური სანთლით და ისე იხურება, ხო? და რო შევხედოთ მაგალითად, ეხლა კიდე ერთ რაღაცას გასწავლით. რო არ დაიბნეთ რა, აი ეხა ამას დააკვირდით, ეს ხაზი სადაცაა გავლებული, ბაზარი კითხულობს დახურულ სანთელს, ანუ დახურულ სანთელში იმას გულისხმობ, რომ როდესაც მოძრაობს, ვიქს მაშინ იტოვებს, ხო, ბაზარი. და ტანით რო იხურება, უკვე აი მაგას აღიქვავს. ან ბაზარი და ეს რო დავადასტუროთ, რომ ნამდვილად ეგრე არის და ვიქს ვერ აღიქვავს, აი ესეთ რაღაცას ვიზამ. აი აქ რო შეხვიდეთ, სანთლები ჩანს ხოლმე, ნახე, კენდელს არის, მაგრამ ლაინებზე გადავაკეთებ და შეხედეთ ლაინებზე როგორი ხაზები გვექნება რა. რეალურად აი ესეთი ისა გვაქვს, შეხედეთ აი ტანს მოვინიშნავ ახლა. აი აქ ტანი რაც არის და ტანი რო დაიხურა, აი ის ხაზი აღიქვა მარკეტმა და არა ვიქი. ანუ ვიქები იმისთვის გამოიყენება, რომ ზარალი მიაყენონ. ანუ ლიკვიდობა აიღონ, манипуляციები გააკეთონ და ჩვენ აი მაგაში გვეხმარება, აი ეხა გადავრთავ ისევ ლაინებზე, შეხედეთ ზუსტად სადაც ტანი აქვს მონიშნული, ხო? სადაც ფასი დაიხურა. ის აღიქვა, მაგრამ აი ეს ვიქი ვერ აღიქვა, ხო? ვერც აი ეს ვიქი ვერ აღიქვა, იმიტომ რომ ვიქმა манипуляცია გააკეთა. შეხედეთ? ვერც აი ეს ვიქი ვერ აღიქვა, რაც აქ გვაქვს დახაზული, აი ამ ტანს აღიქვავდა დიდი ალბათობით, ხო? ან ცოტა ქვემოთ, აი ესე. და აი ეს ვიქი სადაცაა, ხო? არ ჩანს ეს ვიქი ლაინზე, იმიტომ რომ манипуляცია მოახდინეს ამ ვიქით. და ჩვენ ყოველთვის როდესაც სტრუქტურის ცვლილებაზე გვექნება ხედვა, რომ აი როგორ უნდა დავადასტუროთ, რომ ნამდვილად სტრუქტურა შეიცვალა. სტრუქტურის ნამდვილი შეცვლა იქნებოდა, რომ აი ეს ვიქის მაგივრად თლიანად შავად დაეხურა, აი აქ ძირში. და იმპულსური ძალიან დიდი სანთლით, ხო? მაგრამ აი აქ რო გადავდივართ, ნახეთ ხე რა მოხდა? აი ამ ვიქმა ქვემოთ რაც იყო. აიღო swing low, ანუ აი ეს swing low რაც აქა, ფულზე გააკეთეს манипуляცია და ზემოთ წავიდა რა. მარკეტის სტრუქტურის ცვლილება არ შეგეშალოთ liquidity sweep-ში, ხო? აი ამას უნდა უყურებდეთ, ან დიდი გამოცდილებაცაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი კარგად აღიქვათ, რა არის და როგორ არის, ხო? უბრალოდ მაგალითი იყო, რომ market structure shift-ი არის აი ეს,
ხო, იმპულსური სანთლით გადაცდა, აი ესეთი დიდი სანთლით, ხო? მაგრამ ზემოთ რა მაგალითიც განახეთ, ეგ არის უბრალოდ ლიკვიდობაზე манипулირება რა, ფულს იღებენ და всё, მეტი არაფერი არ ხდება იქ, გამოაგდებენ ხალხს პოზიციიდან, ხეირობენ და ისევ მიდიან ზემოთ რა. აიღო ფული, წავიდა ზემოთ, გააგრძელა ტრენდი, აღმავალი ტრენდი რაც იყო. ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა მარკეტის სტრუქტურაზე. ეხლა მინდა გადავიდეთ ზოგადად რისკ მენეჯმენტზე. რა არის რისკ მენეჯმენტი, როგორ ვიყენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ რისკ მენეჯმენტი დავიცვათ. ასევე მინდა გასწავლოთ, ანუ აი ამ ხელსაწყოს გამოყენება long პოზიციის და short პოზიციის თუ როგორ დავითვალოთ ჩვენი რისკი, ან ზოგადად კითხვა თუ გაგიჩნდებოდათ რომ აი რანაირად ითვლება, მაგალითად NASDAQ 100 რა ღირს, ხო, აი კრიპტო ხო ღირს რაღაცა დოლარებში ხო ითვლება და აი აქ რო ბაზარზე ჩვენ აი ეს ციფრები გვაქვს, ეს ციფრები რას აღნიშნავს, მაშინ თუ ფული არ არის, ხო? აი ამ ყველაფერს გავიგებთ ჩვენ ეხლა და დავიწყებ ნელ-ნელა ახსნას. ზოგადად რისკ მენეჯმენტი რა არის რა? და რატო ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ? აი ეხლა შეხედეთ ჩვენ როგორც ახსენეთ, ანუ რისკი რა, ჩვენ როგორ ვაჭრობთ? თუ ვრისკავ მაგალითად $100, ხო? უნდა მოვიგო $200. ანუ 1-2-თან მაინც უნდა ვივაჭრო როგორც მინიმუმ. და ეს რას ნიშნავს რა? თუ $100 გავრისკავ, უნდა მოვიგო $200, ხო? თუ $200 უნდა მოვიგო და მაგალითად დავიღოთ, რომ მოგების მაჩვენებელი, ხო? მაქვს ძალიან დაბალი, აი შეიძლება განვიხილოთ, რავი, 40%, ხო? 40% მოგეჩვენებათ, რომ თუ 40%-ს ვიგებ, ანუ და 60 ვაგებ, ესე იგი წამგებიანი ვარ, ხო? მაგრამ ეგრე არ არის. შეხედეთ ახლა თუ მაგალითად 10 ვაჭრობიდან გვაქვს 40%-იანი მოგების მაჩვენებელი და თითო ვაჭრობაში ვრისკავ $100 და მოვიგებ მაგალითად თითო ვაჭრობაში $200, ხო, ან 100 თუ წავაგებ 200 მოვიგებ. ნახეთ ახლა რა ხდება, ხო? ანუ 10 ვაჭრობაში 40% არის 4 ვაჭრობა, ხო? 4 ვაჭრობაში მაქვს მოგებული თითო ვაჭრობაში 200, ანუ 4 ჯერ 2, ხო? ანუ ეგ გამოვიდა $800 მაქვს მოგებული, ხო? და 6 ვაჭრობაში, რადგან თითო ვაჭრობაში ვრისკავ $100, 6 ვაჭრობაში მაქვს წაგებული $600, ხედავთ? და ამას რო შევაჯამებთ, უკვე ჩვენი სუფთა მოგება იქნება $200. შეიძლება თავიდან მოგეჩვენათ, რომ პროცენტული მაჩვენებელი იყო დაბალი და წამგებიანი იყავით, მაგრამ რეალურად 40% მოგებითაც, 40%-იანი მომგებიანი მაჩვენებლითაც ხართ პროფიტული, ანუ იგებთ, ზარალში არ მიდიხართ, მიხვდით? მაგრამ რა იქნება თუ გაზრდით, ან 50% რო განვიხილოთ, მაგალითად, უფრო მეც მოიგებდით, ხო? 50% რო განიხილოთ, მოგება ნახეთ როგორ იქნებოდა. ანუ 50% არის 10 ვაჭრობის ნახევარი, ანუ 5 ვაჭრობა, ხო? 5 ვაჭრობაში რო თითოში იგებთ $200 და რისკი გაქვთ 100, ხო? მან გამოვიდოდა, რომ $1000 მოვიგეთ, ხო? 50%-იანი მაჩვენებლით, ხო? $1000 გვაქვს მოგებული და წაგებული გვაქვს $500, ხო? 50%-იანი მაჩვენებლითაც რა, რო შეხედოთ უბრალოდ, აი $500-ია უკვე ჩვენი მოგება. ხედავთ? ანუ $500. ეს $500 უკვე ცოტა აღარ არის. ეხლა შეხედეთ, კიდე რას უნდა დააკვირდით რა. შეიძლება აი ეს მაჩვენებელი რა 1-2-თან ვაჭრობთ, როგორც მინიმუმ მეთქი რო თქვი. შეიძლება გქონდეთ 1-3-თან და ანუ რას ნიშნავს? რისკ რევარდი გქონდეთ 1-3-თან. ანუ თუ გარისკავთ $100, თქვენ მოიგებთ $300. მიხვდით? ანუ
$300 რო წააგოთ, თქვენ დაგჭირდებათ 3 ვაჭრობა, რომ 0-ზე ჩამოხვიდეთ და მინუსში რო გადახვიდეთ, 4 ვაჭრობა დაგჭირდებათ, რომ -$100 გქონდეთ. ამიტომ მეგობრებო, risk management-ი არის ძალიან რთული გასაკონტროლებელის და რთული დასაცავიც, იმიტომ რომ რეალურ ფულთან რო გექნებათ უკვე შეხება, აი მანდ უკვე ბევრი იჭრება ხოლმე მაგ საკითხებში რა, მაგრამ თუ კი გააკონტროლებთ ამ risk management-ს და თქვენ stop loss-ებს კარგად დაითვლით, დაიანგარიშებთ, ამ ყველაფრის დაცვით შეხედეთ როგორი ან დაბალი მომგებიანი მაჩვენებლითაც შეგიძლიათ იყოთ პროფიტული, ხო? ჩვეულებრივად პროფიტული ხართ, აი 40%-იანი მაჩვენებლით რო ავიღეთ, $200 ვიყავით კიდე მოგებაში. ქონდა 6 წაგება, 4 მოგება, მაგრამ მაინც $200-ით მოგებიანები ვიყავით, ხო? აი ეს არის risk management-ის მთავარი ლოგიკა, როგორ უნდა გამოიყენოთ, ან რატო უნდა დაიცვათ და ეხლა მინდა რომ ავხსნა ზოგადად აი ეს ხელსაწყოები, ანუ long პოზიცია და short პოზიცია როგორ გამოვიყენოთ, ასევე მინდა ავხსნა გვერდზე აი აქ რა არის, რა ციფრები წერია, რატოა ხო საერთოდ რა ეს ყველაფერი და დავიწყოთ რა უცებ რო ავხსნათ. ეხლა ავხსნი, აი ეს მივაახლოვებ, ძალიან უნდა მივაახლოვო, რომ კარგად დაგანახოთ. აი აქ თუ შეხედავთ რა, აი ძალიან რომ მიახლოვით ფას, ხო? აი შეხედეთ 27,759 არის და მარკეტზე მინიმუმი რაც კი შეიძლება რომ ბაზარმა გაიაროს, ანუ მინიმუმი მოძრაობა რაც კი შეიძლება რომ სანთელმა დაგიფიქსიროთ, ეს არის 0.25 ტიკი. ანუ ტიკი არის ეს საზომი ერთეულია და აი 0.25-ს რო გაივლის ბაზარი, ანუ 49-დან 49.00-დან 49.25-მდე რო გაივლის ბაზარი, ვიტყვით რომ ბაზარმა გაიარა 1 ტიკი რა. ანუ აქ რო დავწეროთ, ბაზარმა გაიარა 1 ტიკი, ხო? 0.25 ყოფილა, ანუ 0.25 ტოლია 1 ტიკის. ანუ ბაზარზე პატარა სანთლები რო დახტუნავს ხოლმე, ხო? ძალიან ჩქარა ზემოთქვეო თუ დაკვირვებული ხართ, ანუ 1 წუთიანზე, ბაზარი მოძრაობს ეგრეთ, ტიკებით, ხო? მაგრამ ეს არის ძალიან რომ მივაახლოვებთ მაშინ. და ჩვენ ნახეთ ბაზარზე რა შვებით. ან ეხა აი ესეთი 4 რო გაიაროს ბაზარმა, 0.25-ის მერე გაიარა, კიდე 25 დაემატა, შეხედეთ 50 გახდა, 50-ის მერე გახდა 75 და 75-ის მერე გახდა, ნახეთ 49-ის მაგივრად გახდა უკვე 50, ხო? აი ეს გავლილი რაც ფერებით გვაქვს მონიშნული, ანუ არის 1 პოინტი. და რას ნიშნავს ეს, რომ თუ კი 4 ჯერ გაივლის 0.25-ს, ხო? ანუ 4 ტიკი, ანუ ტიკი ტოლი ყოფილა 1 პოინტის. შეხედეთ? და ჩვენ ზოგადად მარკეტს ვანგარიშობთ ხოლმე პოინტებში და არა ტიკებში, რადგან ეს ტიკები არის პატარა, რაც კი შეიძლება მინიმალური გაიაროს ბაზარმა და ეს პოინტები და ტიკები რაში გვჭირდება, ხო? ანუ გავიგეთ, რომ ბაზარი დადის მინიმალური ტიკებით და რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბაზარზე და შორიდან რასაც ხედავთ უკვე, ეგ არის პოინტები. ანუ 0.25 არის 1 ტიკი და 4 ტიკი უკვე არის 1, ანუ 100 შეივსებოდა აი აქ და 1 გახდა, ანუ 1 პოინტი. ეხლა ნახეთ რას მინდა რომ დააკვირდეთ რა. ჩვენ აი ამ მარკეტს შეხედეთ ეს ციფრები რო არის, პოინტებში ვზომავთ და
სახაზავი რომ გადმოვიტანოთ აი აქედან, შეხედეთ, აი ამ გავლილ ადგილს ნახეთ, აი რამდენი გაულია რომ გავხაზოთ. აი აქ უკვე 100 აქვს გავლილი, ანუ ეს არის 100 ოღონდ პოინტი და არა ტიკი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იზომება პოინტებით, ხო? ანუ აი ესე რომ ჩამოწიო, ეს ადგილი რაც არის გავლილი, ანუ სანთლებმა რაც კი გაიარეს, აი აქედან აქამდე, ხო? არის 100 პოინტი, ანუ ბაზარმა გაიარა 100 პოინტი, ჩვენ შეგვიძლია რომ ეგრე ვთქვათ. და ეს პოინტები უკვე რაში გვეხმარება რა? პოინტები გვეხმარება ჩვენ რომ გავიგოთ რამდენს ვრისკავთ ჩვენ თითოეულ ვაჭრობაში. აი ეხლა ვნახოთ უბრალოდ რამდენს ვრისკავთ, ხო? გადმოვიტანთ ეს ლონგის ხელსაწყო, ანუ ჩვენ გვინდა რომ მაგალითად ვიყოთ აღმავალი და როგორ ვივაჭრებდით, ხო? შეხედეთ ახლა. ანუ ეს არის სტოპი და ზოგადად ეს რას გვიჩვენებს ახლა, ანუ ეს წარწერები რაც არის, აი აქ სტოპი რო აწერია, ჩვენ გვეუბნება რომ აი ეს შავი არეალი აქედან აი აქამდე არის 50 პოინტი. აი აქ თუ გადმოწევთ, უკვე ემატება ან აკლდება, ხო, ეს პოინტების რაოდენობა და აი ჩვენ როგორ ვიყენებთ უკვე რა ამ პოინტებს. როდესაც ვაჭრობა გვინდა ჩვენ ჯერ ვანგარიშობთ პოინტებს, მერე ვანგარიშობთ თითო რაზეც ვაჭრობთ, ანუ NASDAQ 100-ზე ხო ვაჭრობთ. NASDAQ 100-ის ღირებულებას და რა ღირს მაგას ყველაფერს გეტყვით და მერე კიდე კონტრაქტების რაოდენობაზე, ანუ რა რაოდენობის კონტრაქტად შევალთ, იმას ვამრავლებთ. ეხლა ნახეთ, NASDAQ 100, აი ახლა რაზეც ვიმყოფებით, მისი ღირებულება არის წამიშალა NASDAQ 100-ის ღირებულება არის $20. ხო? და ES 500-ის, ანუ ეგ კოლერაციული წვილია და მაგიტო იძახი, ES, ანუ S&P 500-ის ღირებულება არის მაგალითად ES 500-ის ღირებულება არის $50. და ეხლა რაში გვეხმარება ეს ყველაფერი, შეხედეთ. აი აქ პოინტები რო ქონდა გადმოტანილი და აი აქ რო ავიღოთ მაგალითად ერთი პატარა ადგილი, ანუ ერთი პოინტი, აი აქ ავწიოთ მაგალითად ერთ პოინტზე და მივაახლოვებ ეხლა. აი ეს პატარა შავი არეალი არის ერთი პოინტი. შეხედეთ. აი ეს პატარა ადგილი არის ერთი პოინტი, ხო? და ჩვენ თუ ვფიქრობთ რომ მაგალითად აქ უნდა შევიდეთ და სტოპი უნდა დავაყენო მაგალითად ერთი პოინტი, ხო? რამდენს გავრისკავ? აი ეგ კითხვა ხო ლოგიკურია, რომ ამ ბალანსზე რაღაც თანხა მაქვს და არ მინდა რომ ზედმეტი გავრისკო და რამდენს გავრისკავ, ან რამდენს მოვიგებ, ხო? ეს არის ლოგიკური კითხვა. ეხლა შეხედეთ, ანუ ჩვენ stop loss-ის რაოდენობას, ანუ ერთი პოინტი უნდა ვამრავლებთ, ანუ თვითონ NASDAQ 100-ის ღირებულებაზე, NASDAQ 100-ის ღირებულება იყო $20, ხო? და ამას კიდევ ვამრავლებთ კონტრაქტების რაოდენობაზე, თუ რამდენი კონტრაქტით გვინდა რომ შევიდეთ. ანუ ჩვენ გვიწევს რომ ერთი პოინტი გავამრავლოთ 20-ზე, ანუ გამოვიდა 20 და კონტრაქტების რაოდენობა უნდა ყოფილიყო 25, რომ ეს ჩვენი ნავაჭრები ყოფილიყო $500 რისკის. ანუ გამოვიდა რომ აი აქ, შეხედეთ ამ ერთ პოინტში, ჩვენ გავრისკავდით $500 და ამის შესაბამისად იქნებოდა მოგებაც ზემოთ, მაგრამ ყოველთვის ჯობია ჯერ წაგება დაითვალოთ, თქვენი წაგება, რადგან მნიშვნელოვანია და მოგებას მერეც დაითვალოთ.
აი აქ რო შევიდეთ მაგალითად აი 25 კონტრაქტი რო დავწეროთ, ნახეთ. 25 კონტრაქტი რო შევსულიყავით აი ამ ვაჭრობაში, ხო? აი ეს ერთი პოინტი რაც არის და თუ აქ ჩამოვიდო და წავაგებდით $500, მაგრამ თუ კი ზემოთ ავიდო და მოვიგებდით, რავი, არ ვიცი, ზემოთ სადამდე 19,000, მაგრამ ეს ახლა სისულელია, 1 პოინტიანი სტოპ-ლოსი, ძალიან პატარა. მოდი ახლა კიდე რავი ერთი მაგალითი გავაკეთოთ, რომ კარგად მიხვდეთ. მოდი აქ განასწავლი ახლა. და შეხედეთ ახლა რისკი გვაქვს ისევ $500, ან ჩემი რისკი ეს არის, მეც არ ვისკავ თითო ვაჭრობაში, ხო? და მაგალითად, აი, გქონდეს რამდენი პოინტი სტოპ-ლოსი? იყოს 15 პოინტი სტოპ-ლოსი, ხო? ეს ცოტა ნორმალურია, ახლა რავი, ლოგიკურია, კიდე 1 პოინტი სტოპ-ლოსი არის ძალიან პატარა. და აი, ახლა ვნახოთ მაგალითად 15 პოინტზე რამდენის კონტრაქტით ან დაგვჭირდებოდა შევსულიყავით და აი აქედან შევალ ახლა დავიტყვი უცებ, ხო? აი აქ დაახლოებით 2 კონტრაქტი დაგვჭირდებოდა, მაგრამ თუ დააკვირდებით 2 კონტრაქტზე, 2 კონტრაქტით როდესაც შევდივართ, $600 ირისკება 15 პოინტში. მოგებაც ახლა მეტი არის, მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ შევიდეთ დაბალი რისკით, ანუ 500-ის ზემოთ აღარ უნდა ივაჭროთ, მაგალითად, ხო? ჯობია რომ ერთი კონტრაქტი შეხვიდეთ, ხო, ასევე მინდა გითხრათ, რომ 1.5 კონტრაქტით ვერ შეხვალთ, არ არსებობს, ანუ არის 1, 2, 3, 4 ეგეთი კონტრაქტები. აი აქ რა, ჩვენ გავრისკავდით ახლა, ეგრე გამოვიდა რომ $300 რა. არც სტოპი გვინდა მეტი, არც მოგება გვინდა მეტი, ჩვენ ვიცით რომ აი ამის ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს სანთელი, ანუ ფასი ამის ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს და ამის ზემოთ არ უნდა ავიდეს, ხო? თუ კი ამის ზემოთ უნდა ავიდეს, რომ მოგება ავიღოთ. ეხლა ნახეთ, ამის ზემოთ თუ ავიდა, ამდენს მოვიგებ, მაგრამ რისკი ამდენი მაქვს და ჩვენ გვინდა რომ ზუსტად 500 გავრისკოთ, მაგრამ ვერ ვრისკავთ. იმიტომ რომ 2-ს დავწერ, 600 მერისკება, რისკი მაქვს 600, ხო? და ესეთი რაღაცა არ მაწყობს რა და როგორ გავაკეთოთ, რომ ვივაჭროთ მაგალითად $500 ზუსტად რა, ზუსტად თუ არა დაახლოებით. აი ეს პრობლემა რო გქონდა, ხო? ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ გვევაჭრა მაგალითად NASDAQ-ის პატარა შემცირებულ ვერსიაზე, ანუ ეს არის NASDAQ 100, NASDAQ 100-ის ღირებულება არის $20, ხო? ნახეთ, ეს NQ100, აი აქ ესეთი ლოგოთი რაც არის, ამის ღირებულება $20-ია, მაგრამ აი ამ NQ-ს აქვს პატარა ვერსია, ანუ მიკრო ვერსიებს ვეძახით, ანუ და ეს თუ NASDAQ 100 თუ ღირს $20, მიკრო ვერსია ღირს უკვე $2 და გადავიდეთ, მოდით და ამის დათვლა უკვე როგორ იქნებოდა, ხო? 15 პოინტი იყო ჩვენი რისკი, ანუ სტოპ-ლოსი. მოდი 15 პოინტზე ავწიოთ ისე. 15 პოინტში როგორც გახსოვთ, ირისკებოდა 2 კონტრაქტზე $600, მაგრამ ეხლა რადგან გადმოვედით აი აქ MNQ-ზე, უკვე ყველაფერი იცვლება და $500 გარისკვა რომ მოგვინდეს, ნახეთ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? როგორც თქვით, ჩვენი დაანგარიშება ასე ხდება, ანუ ჯერ სტოპ-ლოსების რაოდენობას, ანუ სტოპის პოინტი არის 15 პოინტი. 15 პოინტი უნდა გამრავლდეს, უნდა გამრავლდეს 15 პოინტი ღირებულებაზე, ანუ რაზეც ვაჭრობთ. NASDAQ-ზე თავის ღირებულება იყო $20, მაგრამ აი ეხლა აქ სადაც ავართ უკვე პატარა ვერსიაზე, ამ ვერსიაზე არის უკვე ღირებულება $2 და აქედან გამომდინარე უკვე შეგვიძლია რომ ვივაჭროთ და რამდენი კონტრაქტი დაგვჭირდება,
კონტრაქტების რაოდენობა, რომ 500 გავრისკოთ, ხო? აქ დაახლოებით დაგვჭირდება 16 კონტრაქტი. აი აქ რომ შევიდეთ და 16 დავწეროთ, $600 მაგივრად უკვე შეხედეთ სიზუსტეს ვიცავთ და დაახლოებით $488 შეგვიძლია რომ ვივაჭროთ და 500-თან არის ძალიან ახლოს და ამიტომ მეგობრებო ამ ვიდეოში მინდა ვთქვა რომ ჩვენ როდესაც ვაჭრობთ პროფ ფირმებზე ან დაფინანსებულ ფირმებზე ჩვენ ყოველთვის ვაჭრობთ აი ამ პატარა ვერსიებზე რადგან აი ეს არის მოხერხებული და შეგვიძლია რომ $600 მაგივრად ავიცილოთ ეს $100 ზედმეტის გარისკვა და $488 გავრისკოთ და ერთი კონტრაქტით თუ შევდიოდით NASDAQ-ზე როგორც გახსოვთ $300 ირისკებოდა და ეს რეალურად პატარა იყო ხო ანუ დაბალი რისკია და იმდენი მოგება არ გვექნებოდა ეს უკვე 16 კონტრაქტით ნახეთ აი როგორ მიუახლოვდით იმ $500-ს ხო აი 17-იც რო შეხვიდეთ $518 გამოვიდა ან 100-ით და 200-ით მეც არ რისკავთ რა და ამიტომ NASDAQ 100-ზე და ES 500-ზე არ ივაჭროთ ხოლმე გადადით მიკროვერსიებზე ანუ პატარა ვერსიებზე და იქ რისკ მენეჯმენტს უფრო კარგად მოირგებთ ეს მინდოდა რომ მეთქვა და ახლა კიდე როგორ დავითვალოთ მარტივი ხერხი აი ეს კონტრაქტები და რაღაცები რო არ გადაამრავლოთ ერთმანეთზე და არ მოგიწიოთ კალკულაციები, იმიტომ რომ ფასი ნახეთ როგორ დახტის. აი აქ შეიძლება სხვა პოინტი მაქვს, მაგრამ აი მე ქვემოთ რო ჩამოვარდება უკვე ძალიან დახტის და ვერ ვანგარიშობ და სიზუსტისთვის მაინც და მალე რო გააკეთოთ და არც იწვალოთ, ეხლა აგიხსნით როგორ უნდა დაიანგარიშოთ ეს ყველაფერი რა. აი აქ თუ შეხედავთ, აქ როგორც გითხარით იყო stop loss-ის პოინტების რაოდენობა, ანუ 32 პოინტია. 32 პოინტი არის ჩვენი stop loss-ი, ანუ ფასი თუ აქ ჩამოვა ქვემოთ, ანუ გაივლის 32 პოინტს და წავაგებ, მაგრამ თუ კი ფასი ზემოთ წავა და რამდენი პოინტი არ ვიცი, აი თარგეტი, ანუ სამიზნე არის 61 პოინტი, ხო? ანუ ამის ქვემოთ არ გვინდა რომ ჩამოვიდეს ფასი და როგორ დავიანგარიშო რომ როდესაც ფასი არის აი აქ, აი ამ დონეზე, ხო? სანთელი აი მაგალითად არის აი აქ, ხო? აი ნახეთ თან როგორ დახტუნავს და მინდა რომ $500 გავრისკო, აი ეს $500 რა უცებ როგორ დავიანგარიშო, ხო? აი ამისთვის არის ეს ავტომატური კალკულატორი და აი აქ შიგნით ვინახეთ KTQ რო წერია, ქართულად ვთქვი, კაი KTQ. აი ეს არის quantity, ანუ აი ეს კონტრაქტების რაოდენობა და აქ გვეუბნება რომ ჩვენი კონტრაქტების რაოდენობა თუ გინდათ რომ $500 გარისკოთ, უნდა იყოს დაახლოებით 7.8 და გირჩევთ გარისკოთ ხოლმე 7, ანუ 8 უფრო მეტი იქნება და ბევრი გაგერისკებათ და აი ქვემოთ risk to reward ratio ეს არის რომ თუ წავაგებ აი ამ შავ არეალში ერთს და ეს იქნება წაგება 1, ანუ ან $100 თუ არის წაგება ქვემოთ მოგება იქნება 1.91 რა, ან ცოტა ზემოთ რო ავწიოთ 2-ზე. აი ეს რო ავწიოთ ზემოთ უკვე გვიჩვენებს რომ თუ აი ეს 1 არის წაგება ზედა მოგება არის 2 და $100 თუ წავაგებ, მოვიგებ ზემოთ $200. აი ახლა უცებ შევიდეთ, აქ რადგან გვეუბნება რომ აქ დაახლოებით უნდა შევიდეთ რამდენ 7 კონტრაქტით, ხო, 7-8 კონტრაქტით. აი აქ ჩავწერთ ახლა ამაში 7 კონტრაქტი დაახლოებით, ნახეთ რამდენი გაირისკება. აი ხა ფასი სადაცა ზუსტად იქ გახსნის, შეხედეთ. აი ნახეთ სად გაიხსნა. აი ესე გაიხსნა ფასი და ჩვენ ნახეთ როგორ ვაყენებთ ახლა stop loss. აი ამ stop loss გადმოწევთ ქვემოთ და ჩვენი რისკი 7 კონტრაქტში გამოვიდა, აი აქედან სადაც ჩვენ გავხსენით $451 და მოგება იქნებოდა დაახლოებით $920, ანუ 1-2-თან, ხო? აი ესე იხსნება პოზიციები. ასე შეგიძლიათ რომ დაითვალოთ მარტივად და აღარ დაგჭირდეთ სადმე გადასვლა ან გადმოსვლა. უბრალოდ შევხედავთ რომ
აი აქ რამდენი კონტრაქტი მოგვიწევს რომ გავრისკოთ, ოღონდ აი აქ ორჯერ რომ დააწყაბებთ თვითონ აი ამ პოზიციას, მაგალითად, აი ახალად გადმოვიტან ამას. გადმოვიტანთ მაგალითად long პოზიცია, ხო? შეხვალთ ამის სეტინგებში, ან აქ დააწევით, ან ორჯერ დააწყაბებთ ზემოდან და გეუბნებათ, რომ მაგალითად პროფირმაზე ხო გაქვთ 50000-იანი აკაუნთის ზომა რა, რაც დაგაფინანსეს. თქვენი რისკი რამდენი გინდათ რომ იყოს, ხო? აი აქ თქვენ რისკს ჩაუწერთ, აი აქ USD-ს შეგიძლიათ და პროცენტულად რამდენი შეგიძლიათ რომ არისკოთ, მაგალითად გიჩვენებთ პროცენტულად ან დოლარში, მე მაქვს დოლარში დაყენებული, აქ შედიხართ, მაგალითად მინდა რომ გავრისკო $250, ხო? და მეტის გარისკო არ მინდა. სხვათა შორის $250 არის ძალიან კაი რისკ მენეჯმენტი 50000 აკაუნთის კვალობაზე და აქ ჩაწერთ ამ 250-ს და lot size არ შეეხოთ, ან lot size ნიშნავს თუ რა ღირებულებისაა. ნახეთ, ან Nasdaq 100 ხო არის $20 და ან მიკროვერსია უკვე პატარა ვერსია არის $2, ხო? აი აქ ეს ორი არ ჩაწეროთ, როგორც არის ერთი ისე ჩაწერეთ, რადგან თვითონ ამ trading views ამ პლატფორმას კალკულატორში ჩაშენებული აქვს უკვე ისეთი პროგრამა, რომელიც ავტომატურად აღიქვავს თუ რაზე ხართ გადასული, მაგალითად ეხლა რო ვარ მიკრო Nasdaq-ზე, იმის ღირებულებას აღიქვავს თვითონ და lot size-ის შეცვლა არ გჭირდებათ, რომ მაგალითად ღირს $2, ანუ ეგ აღარ უნდა ჩაუწეროთ, იმიტომ რომ ავტომატურად აქვს ჩაშენებული და იცის, რომ აი ეს მიკრო NQ ღირს $2 და აქედან გამომდინარე ამას შეეშვით lot size ერთი გეწეროთ. $250, როგორც ვითხარით, არის იდეალური რისკი 50000-ის დაფინანსებულის კვალობაზე. აი ეს მინდოდა, რაც რომ მეთქვა რა, აქ შეგიძლიათ უკვე რისკი მოირგოთ, როგორც გინდათ. აი მაგალითად 250-ზე რახან გადავაკეთეთ, შეხედეთ, აი იგივე მაგალითი რომ განვიხილოთ, უკვე აი შეხედეთ თუ მომთხოვარ 7 კონტრაქტით შევსულიყავი და 500 გამერისკა, ხო? აქ მეუბნება რომ 250-ის გარისკვა თუ გინდა ზუსტად იგივე დიაპაზონში უნდა შევსულიყავით 4 კონტრაქტით, მაგრამ წაგება თუ იქნებოდა 250 და მოგება იქნებოდა თუ 1-2-თან ივაჭრებთ უკვე 500, ხო? აი ამ ვიდეოში ძირითადად მინდოდა მეთქვა ეს ყველაფერი, რა ვისწავლეთ უცებ რომ გადავხედოთ, ან ვისწავლეთ მარკეტის მარტივი სტრუქტურა, low high, higher low, higher high, მარკეტის სტრუქტურის ცვლილება, liquidity sweep-ში რო არ უნდა შეგვეშალოს კიდე, ან ეგ რო fake გარღვევა არის, მაგაში არ უნდა შეგვეშალოს, bullish ტრენდი, bearish ტრენდი, კონსოლიდაცია ვისწავლეთ ასევე რომ რითი მოძრაობს მარკეტი, ანუ მე გულისხმობ რომ მარკეტს მინიმალური აი ეს პატარა გავლა რაც შეუძლია რომ გვაჩვენს, აი ეხლა მაგალითად აი ესე რომ პატარავდება იზრდება, მინიმალურს გადის 0.25 ტიქს და ზოგადად ჩვენ პოინტებში ვანგარიშობთ, 4 ტიკი არის 1 პოინტი და ჩვენ უკვე ამ პოინტებიდან გამომდინარე ვითვლით თუ რამდენი უნდა გავრისკოთ ჩვენ ვაჭრობაში, ხო? აი ამ პოინტებში მაგალითად ეხლა როგორც გავისწორეთ აი ეს რისკ მენეჯმენტი 250 გვიწევს რომ გავრისკოთ აი ამ არეალში და გვიწერს რომ თუ გინდათ რომ 250 გარისკოთ, აი აქ ნახეთ 4 კონტრაქტით უნდა შეხვიდეთ მაგას წერს რა, quantity წერს მაგას და მოგების ადგილი ნახეთ 1-2-თან არის risk reward ratio, მოგება რამდენიც გექნებათ იმის მიხედვით აი ესე ითვლით რა. თუ აქ 250 ვისკავ, ზემოთ ვიგებ 500. აი ეგაა ლოგიკა, ძალიან მარტივი ლოგიკა. ასევე რაც მინდა გითხრათ კიდე short პოზიციაზეც რო გადმოხვალთ, შიგნით უნდა ჩაწეროთ, ანუ იმაზე არ იცვლება, მიხვდით? long პოზიცია სხვა არის, short-ი სხვა არის, მაგალითად აქაც 250-ზე უნდა გაასწოროთ, lot size არ ეხებით და აკაუნთის ზომას ჩაწერთ და ეგ არის რა.
ანუ short-ზეც გაასწორეთ ეგ risk management-ი, რამდენის გარისკვა გინდათ და long-ზეც. ეხლა კიდე რო ავხსნა როგორ შეგიძლიათ რომ partially აიღოთ. აი ეხლა ხო ვართ ჩვენ მაგალითად ვაჭრობაში. აი შეხედეთ partially რას ნიშნავს? ნახეთ ნაწილის აღება, ანუ თუ 7 კონტრაქტი ვარ შესული და მინდა რომ აი აქ მაგალითად 5 კონტრაქტი მოხსნა, ხო? 5 კონტრაქტის მოხსნა თუ მინდა, რას ვაკეთებ? ნახეთ, რადგან ჩვენ შესული ვართ ეხლა ბაის მივეცით და პლუს 7 კონტრაქტით ვართ, აი ეს ყველაფერი ზოგადად აღიქვით ხოლმე, აი ესე, ნახეთ, თუ ბაის ვაკეთებ, ბაის ნახეთ, ანუ პლუს 7-ია, ბაი არის დადებითი. და თუ სელს ვაკეთებ, მაგალითად სელი რო გავაკეთო, ნახეთ, ეხლა სელი იქნება მინუს 7, ხო? მაგალითად 7 კონტრაქტი თუ შევიდოდი რა. და აქედან ჩვენ ეხლა ნახეთ როგორი თვლით, ანუ ეს არის 0, ანუ 0 არის უკვე საწყისი ადგილი, ანუ არ ვაჭრობთ, მიხვდით? თუ 0 არის საწყისი ადგილი და ჩვენ არ ვაჭრობთ, აი აქ დავწეროთ 0. ნახეთ, ანუ 7 პლუს 7-ით რახან ვართ ეხლა შესულები, ანუ ბაიზე ვართ, ხო? ბაიზე როდესაც ვართ და რაღაცა ნაწილის მოხსნა გვინდა, ხო? უნდა გავაკეთოთ sell, ნახეთ აი აქ sell და მაგალითად რამდენი კონტრაქტით გინდათ რომ მოხსნათ რა. 5 კონტრაქტს თუ აიღებთ, არის უკვე 7 კონტრაქტის ნახევარზე მეტი, ხო მიხვდით? ანუ 4 კონტრაქტს თუ აიღებთ და აქედან გამომდინარე თუ იგებთ მაგალითად $100, $100 დაახლოებით, რა ვიცი, 70 მოგიხსნით თუ 5 კონტრაქტს აიღებთ რა. აი მაგას უკვე თქვენი თუნდა ხვდებოდით როგორ და რანაირად რა, რამდენს აიღებთ, ეგ უკვე უნდა დაითვალოთ, ხო? აი ეხლა უბრალოდ რომ დემონსტრაცია მოვახდინოთ როგორ შვება და რა შვება, აი აქ კონტრაქტებში მივუთითებთ რომ 5 კონტრაქტით გვინდა რომ მოხსნათ და 2 კონტრაქტი დავტოვოთ ისევ ზემოთ. 2 კონტრაქტი დარჩება ისევ ისე, ანუ აქედან აი აქამდე შედარებით ნაკლები მოგებაც იქნება, იქიდან გამომდინარე რომ 5 ან 7 კონტრაქტის მაგივრად ვიქნებით 2 დარჩენილები და აი სელს მივცეთ ეხლა, ხო? აი ეხლა დავრჩით ჩვენ 2 კონტრაქტით, stop loss-ი შემცირდა უკვე თუ ვაგებდით $250 მაგალითად, ეხლა ვაგებთ რაღაც $126 და მოვიგებთ 266, ხო? და რა მოხდა ეხლა რა რო ავიღოთ? პლუს 7 ხო გქონდა? ნახეთ ეხლა რა მოხდა? პლუს 7-ს გამოაკლდა. ანუ sell 5, ხო? მინუს 5 გამოაკლდა და აქედან გამომდინარე დარჩა 2 კონტრაქტი. მიხვდით? და საერთოდ აი ეს პოზიცია რო გათიშოთ, 2 კონტრაქტით პლუსი ხო ხართ უკვე. ანუ ეს თუ არის ტოლია 2-ის, ხო? რადგან პლუს 7-ს გამოაკლდა მინუს 5, ტოლია 2-ის და თუ გინდათ რომ საერთოდ პოზიცია გათიშოთ, შეგიძლიათ აქ X-აც დააწვეთ, close position-ი რო აწერია და შეგიძლიათ რომ აი აქ 2 კონტრაქტი აირჩიოთ და sell-ს რომ მიცემთ აი აქ, sell-ს რომ მიცემთ აი დახურავს უკვე $25 თუ აი ხა რაც წერია რა, იმას მოხსნის და მოგებაში დაგტოვებ და უბრალოდ გაითიშება თქვენი პოზიცია და всё რა, მორჩით ვაჭრობას, ეგრე გამოვიდა. აი ხა მივეცით sell-ს და მართლაც პოზიცია გაითიშა. მოგება, რავი, რამდენია, არ ვიცი. ნუ აქ ეხლა ადრე რაღაც ნავაჭრები მქონდა დილას უბრალოდ და ეხლა აქ აღარ აწერია, მაგრამ რაღაც დოლარები, $30 თუ რაღაც მოვიგეთ და ვისწავლეთ თუ როგორ ავიღოთ ნაწილი, ანუ როგორ მოხსნათ თანხის ნაწილი, როგორ შევიდეთ პოზიციაში, როგორ დავითვალოთ, ვისწავლეთ ღირებულება უკვე NASDAQ-ი ღირს $20, MNQ, ანუ მიკრო NASDAQ-ი ღირს $2, SES-ი, ანუ S&P ღირს $50 და მაგის მიკროვერსია ღირს უკვე $5. ძალიან მარტივია ესენი, უბრალოდ გადაიმეორეთ
ჩარტზე გადაიტანეთ, იوارჯიშეთ და ასევე რაც მინდა დავამატო კიდე, როდესაც თქვენ პროფირმებზე დაიწყებთ ვაჭრობას რა, რთული იქნება აი ამ პოზიციების მართვა, რადგან ეხლა ბაის რომ მივცემ მე, ხო? აი შეხედეთ, აქ გვაქვს stop loss-ის ასე მარტივად ქვემოთ ჩამოწევა, take profit-ის მარტივად ზემოთ აწევა, ხო? და რეალურად, როდესაც პროფირმებზე დაიწყებთ ვაჭრობას, ხო? ბევრ პლატფორმ მგონი მარტო top steps აქვს რა, ეგრე აწევა ჩამოწევა მაგ stop loss-ების. და ზოგადად ბევრ პლატფორმაზე აი ესე აკეთებენ. შეხედეთ, მარჯვენა ღილაკს რო დააწვევით, ხო? ორი კონტრაქტით ვარ შესული +2-ში, ანუ ბაიში ვარ, ხო? რადგან +2 გვაქვს, -2 უნდა დავაყენოთ ქვემოთ, ანუ აი აქ რო შეხედავთ, sell stop-ი. თუ ვაკეთებ ბაის, ხო? დაიმახსოვრეთ. თუ ბაი პოზიციაში შევდივარ, ვაყენებ sell stops და sell limits. Sell limit-ი ნიშნავს, რომ თქვენი მოგების მოხსნა. ხედავთ, ან თუ ქვემოთ ჩამოვა, +2-ს გამოაკლდება -2 და 0 იქნება, ანუ გაიჩება პოზიცია და ზედაც იგივე ვარიანტია, +2-ს გამოაკლდება 2, ანუ ეს sell limit-ი არ დაგავიწყდეთ. ქვემოთ რახან მოდის? Sell stop-ია, ზემოთ არის sell limit-ი. როდესაც ბაი პოზიციას ვხსნი, კიდევ ვიმეორებ. ვაყენებთ sell stops, sell limits და მაგალითად თუ კი ჩვენ შევიდოდით sell-ში, ხო? აი ესე რომ sell-ით შევიდეთ. sell-ის დროს უკვე, რადგან -2-ია, -2-ს უნდა დავუმატოთ +2, ანუ ხო? რომ ზემოთ რო ავა, -2-ს +2 და გაიჩება. 0 იქნება, ხო? ანუ sell-ში რო შევდივართ, buy stops ზემოთ ვაყენებთ და buy limits ვაყენებთ ქვემოთ. ან ძალიან მარტივი ლოგიკაა რა. თუ sell-ში შევდივართ, buy stop-ი, buy limit-ი, თუ buy-ში შევდივართ, ანუ ყიდვას თუ ვაკეთებთ, sell stop-ი, sell limit-ი. მეტი არაფერი არ არის. მე მგონებს დიდხნიანი ვიდეო გამოვიდა ესეც, მაგრამ სასარგებლო ინფორმაცია ნამდვილად. გირჩევთ, რომ მორჩევით ამ ვიდეოს, უბრალოდ აივარჯიშოთ თუ რა ღირს, როგორ ღირს, აი გვერდზე ეს სტოპები დაითვალოთ, მარკეტის სტრუქტურას შეხედოთ, რაც დღეს ავხსენი, ხო? ის გადაიმეორეთ, მართლა დიდი ინფორმაციაა, თუ ვერ აითვისეთ ასე მარტივად, ხო? პრობლემა არ არის, ეგეც უბრალოდ რთული გასაგებია, რადგან დამწყებები ხართ. მეც თავიდან ვერ ვგებულობ, მე კი ვერ ვგებულობ, საერთოდ არავინ არ მყავდა, რომ ეს ყველაფერი აეხსნა და ინტერნეტში, აი გიჟივით დავრბოდი, რომ რამე ინფორმაცია მომეძებნა, აი ამების ღირებულებაც კი არ ვიცოდი, საერთოდ რა ღირდა რა, რომ NASDAQ-ი ღირს $20 და ეს რამდენი და სტოპი როგორ გამეკონტროლებინა, ხო? და ამიტომ მართლა დიდ საქმეს გიკეთებთ, აი ეს ინფორმაციაც დააფასეთ, ასე დეტალებში არავინ არ დაიწყებს ახსნას, გეტყვია, რომ buy არის ყიდვა, sell არის გაყიდვა, არც დაანგარიშებას გასწავლიან არაფერს რა. აი ამ ვიდეოს კარგად გადახედეთ, იმიტომ რომ risk management-ი არის ძალიან ისეთი თემა, რომ აი ისეთი თემა უბრალოდ, რომ რავი, თუ არ დაიცავით, უბრალოდ risk management-ი აზრი არ აქვს და risk management-ის დაცვაც კიდე თუ არის როგორ დაითვალოთ, რამდენს რისკავთ, მაგასაც აზრი არ აქვს, ხო? და ამ ვიდეოში მოგაწოდეთ ძალიან დიდი ინფორმაცია, როგორ მოძრაობს ბაზარი, როგორ დავითვალოთ ჩვენი სტოპები, რამდენი კონტრაქტით ვივაჭროთ, პროფირმაზე რო გადახვალთ კიდე როგორ მოგიწევთ ვაჭრობა, ყველაფერი მოგაწოდეთ რა. ამ ვიდეოს დავამთავრებ, უკვე ვეღარ ვლაპარაკობ, იმდენი ვილაპარაკე და მადლობას გიხდით უბრალოდ ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, უბრალოდ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ რაიმე სახის ინფორმაცია და შემდეგი ვიდეო ამაზე მეტად ინფორმაციული და საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ნახვამდის.